გუშინაც გავიმეორე და დღესაც ვიტყვი პროპაგანდისტვის და ყველა სხვისთვის. ვენის კონვენციის დარღვევაში დადანაშაულება ელჩების, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და დიპლომატიურ საქმიანობას ზოგადად ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო არარაობა წარმომადგენლები აბრალებენ ვენის კონვენციის დარღვევას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელსაც ჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს არის ბინძური პროპაგანდა და პოლიტიკური ხრიკი, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ აქ რუსულ ხელისუფლებას მოსკოვში და აი აქ რაღაც ამ რუსულ სინდიკატს საქართველოში კონდეს სალაპარაკო პროპაგანდისტულად, რომ დასავლეთი არის საქართველოს მოქალაქეების მტერი. დასავლური სახელმწიფოები, ის სახელმწიფოები, რომელიც ელჩებსაც ახლა იბარებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე 30 წლის მანძილზე იმდენ სიკეთეს აკეთებდნენ, რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება დაითვალოს მილიონობით და მილიარდობით დოლარში და აგრეთვე დაითვალოს კონკრეტულ ქართულ ოჯახებზე გაკეთებული სიკეთეებით. იქნება ეს საგანმანათლებლო სფეროში, სოციალურ სფეროში, პროფესიული განვითარების სფეროში თუ სხვა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა სფეროს ეხმარებოდნენ, იქნებოდა ეს გერმანია, საფრანგეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი ზოგადად. შესაბამისად, თუ ვინმეს ვენის კონვენციის დარღვევას აბრალებენ, იმდენი შნო გამოიჩინონ და იმდენი ვაჟკაცობა ეყოთ, რომ ეს რეალურად დაადასტურონ, თუ არა და ეს ყველა ჯერზე იქნება ბინძური პროპაგანდა, რომელსაც ხან ერთი პირუტყვი გააჟღერებს, ხან მეორე პირუტყვი გააჟღერებს, არავითარი შინაარსი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შალვა პაპუაშვილის ამ მსგავსი რომელიმე სხვა პოლიტიკური არსების ხრწნას დავინახავთ. მეტი შინაარსი ამას არ აქვს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე აღვირ ახსნილად ლაპარაკობ ვენის კონვენციის დარღვევაზე. ეს არის ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან ფაქტებთან ბავშვური თამაში.